იმდენად გამჯდარი მაქვს ეს ყველაფერი რიტუალივით მაქვს, რომ როდესაც სახლიდან გავდივარ, აი სულ უნდა მქონდეს ჩანთაში ეს პატარა რაღაც, სადაც არის მოთავსებული ყველანაირი წამალი, რაც კი შეიძლება დამჭირდეს ან არ დამჭირდეს. ხვირი რომ გამეჭედოს რა უნდა ვქნა, თუდად რომ გავხდე ტრანსპორტში და აი სულ რაღაც ფოთვებში ვარ. ნინო ლაკლაკიშვილი პროფესიით მსახიობი და ინფლუენსერია. რამოდენიმე წლის წინ ძილის პრობლემების გამო ექიმმა საძილე საშუალებები დაუნიშნა. ნინო გვიზიარებს, რომ ამ მედიკამენტებზე დროთა განმავლობაში ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გაუჩნდა და ნელ-ნელა მის გარეშე ყოფნა გაუჭირდა. ექიმმა დამინიშნა საძილეაბები, თუმცა რაღაც პერიოდის მერე, როდესაც მივედით შედეგამდე და აღარ დამჭირდა, მაინც დამოკიდებული გავხდი ამ წამლებზე, თუ არ მედო საწოლის გვერდით, მეგონა რომ ვერ დავიძინებდი და სულ ფოთოებში ვიყავი. შესაბამისად, გავაანალიზე ბოლო პერიოდში, რომ ძალიან დამოკიდებული და მიჯაჭვული ვარ ამ მედიკამენტზე. არ ვიცი ეს რამდენად დამოკიდებულად ითვლება, მაგრამ როდესაც სუნთქვის პრობლემის გამო, როდესაც ხვირის სპრეები თან არ მაქვს, ან საწოლთან, ან სახლიდან როდესაც გავდივარ, თუ მივხვდი რომ ჯიბეში ან ჩანთაში არ მიდევს, თავს დაცულად ვერ ვგრძნობ და სახლიდან ვერ გავდივარ ისე. ნინოს მსგავსად დღეს ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა სხვადასხვა მედიკამენტებსა და საძილე საშუალებებზე არაერთ ადამიანს აღენიშნება. ამ თემაზე გამოკითხვას ქუჩაში ვატარებთ. გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი გვპასუხობს, რომ თუ სახლიდან გასვლისას მედიკამენტები თან აქვთ, თავს უფრო მშვიდად და დაცულად გრძნობენ. თუ ატარებთ მედიკამენტებს ჩანთით? ვატარებ ასაკთან ერთად ვატარებ მედიკამენტებსაც. ყველაფერი პირველადი რო დამჭირდეს და მოვიხმარო. გამაყუჩებელს, გამწევსნევის, რა თქმა უნდა. ვიცი უკვე, რაც 40 გადავცილდი მესმერე. და მაქვს თან გამაყუჩებლები ძირითადად. გულის საშუალებები. გულის საშუალებები. მაგისოთ არ. მქონია ესეთი გაზდაც, რომ ეს იყოს. ან სხვას დავეხმარო და ბევრ დავხმარები ვარ დავუშვათ მეტროსადგურში სადმე რო დაჭირება და აი მე მაქვს ეს მედიკამენტი და პირველადი რაც არის. მედიკამენტებზე ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა ემოციური და მენტალური დამოკიდებულებაა. მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს აქვს განცდა, რომ კონკრეტული მედიკამენტის მიღების გარეშე ვერ შეძლებს დაძინებას, ვერ გაუმკლავდება პრობლემებს ან ვერ გააგრძელებს ყოველდღიურ ფუნქციონირებას. სპეციალისტების თქმით, ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობის გამომწვევი მიზეზები ხშირად ხდება შფოთვა, ქრონიკული სტრესი და გადაღლა. ვინაიდან ამ დროს ადამიანის სწრაფ შვებას ეძებს, დროებით ამცირებს სტრესს და ამით მასზე დამოკიდებულების რისკს ზრდის. ასევე მიზეზთან უცხაშია ბავშვობის დაუმუშავებელი შიშები, თავდაჯერების ნაკლებობა და თვითმკურნალობისკენ მიდრეკილება. არსებობს ესეთი პლაცებოს ეფექტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შეიძლება ადამიანს რო გონია, რომ წყალი უშველი, ესეზე წყალი არის წამალი, რომ დალებს უკეთესად ხდება. და სწორედ რომ ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაა ხშირად ამ წამლებზე, რომ მას გონია, რომ ამის გარეშე ვერ გადარჩება. ხშირად მანქანაში, ჯიბეში, ჩანთაში უდევთ ისეთი წამლები, რომლებსაც საერთოდ არ მოიხმარენ. და თუ ეს დარჩა შემთხვევით სახლში, ეს ჩანთა ან ეს წამალი, ეწყება საშინელი შფოთვა, მართლაც სულად ხდება და აი მე რეაბრალებს იმას, რომ აი წამალი რომ მქონოდა, ასე არ მომივიდოდა. სოფლიოს წამყვანი სამედიცინო და ფსიქიატრიული გამოცემები ხაზს უსვამენ, რომ მედიკამენტებზე ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობის შემთხვევები მზარდია. გარდიანის გამოცემაში ვკითხულობთ, რომ ტკივილგამაყუჩებლების, საძილე საშუალებებისა და ანტიდეპრესანტების მომხმარებელთა მესამეც მიჯაჭვულობის სიმპტომები აღენიშნებათ. აქვე გარდიანის მიერ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ ანტიდეპრესანტების მომხმარებელთა უმრავლესობა პრეპარატის შეწყვეტისას განიცდის სერიოზულ სიმპტომებს, რაც ასევე ფსიქოლოგიურ მიჯაჭვულობაზე მიუთითებს. ნებისმიერი წამალი თუ ის საჭიროა, ადამიანმა უნდა მიიღოს, ხო? და იგივე ტკივილგამაყუჩებელი იქნება თუ რა ვიცი ნებისმიერი სხვა რამ, რასაც ექიმი ნიშნავს და ექიმის დანიშნულებით. მაგრამ თუ ეს არ ჭირდება და იღებს, ხდება მასზე დამოკიდებული და ეს დამოკიდებულება როგორც ფიზიკური, ისევე ფსიქოლოგიურ მდგენელს შეიცავს და შესაძლებელია უკვე იმდენად კავშირშია ფსიქიკა და ფიზიკა და იმდენად განკარგავს ფსიქიკა ჩვენ ფიზიკას, რომ ამ მანკიერი წრიდან ვეღარ გამოვიდეს და გარკვეული ტიპის ფსიქიკური პრობლემებით შეექმნას. სპეციალისტების შეფასებით მედიკამენტებზე ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა დღესდღეობით ჯანმრთელობის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც საჭიროებს დროულად რეაგირებას და პროფესიონალურ ჩარევას.
მედიკოსების რეკომენდაციით მედიკამენტების მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ დიაგნოზის საფუძველზე და მკურნალი ექიმის დანიშნულებით. ასევე საქართველოში უკვე ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ფსიქოთერაპევტები და მხარდაჭერის ჯგუფები ადამიანებს ეხმარებიან, რომ დაძლიონ დამოკიდებულება და დაუბრუნდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესს.